მეფე დედოფლის ხორცილის სიმის ხო ფოტოსესიის ადგილი. ეხლა ნახეთ გაჩვენებთ რა ლამაზია. აი ტანსაცმელი ის რასაც უნდა ჩაიცოს, როგორც ძველებური ტრადიციული. ხო, აი ესა და მოდი ჩავიდეთ და ვნახოთ რა ლამაზი რაღაცაა. ხომ ტრადიციულ ტანსაცმელს ვერ ჩავიცო, მაგრამ ერთ სამახსოვრო ფოტოს მეც დავიტოვებ. აი ძველ ქართულ სოფელში ვარ და ნახეთ ყველაფერი როგორია, მაინც შენარჩუნებულია რაღაც აი დოქები, სურები, რაღაც აი მაინც შენარჩუნებულია ეს რაღაცეები. აი ეს არის სამოსი, რომელიც შეიძლება რომ ისხა. ტრადიციული რაღაც ორნამენტებით გაფორმებული და ძალიან კარგია. ამას გვეუბნება და ყველას აქვს დატოვებული თავისი სამახსოვრო წარწერა, რომ აქ იყო და სამკურნალოდ ეს თვალისწყალი წაისვა თვალებზე. მოდი ხომ ის თქვენთან ერთად დავდებ ამ მიკროფონს და თვალისწყალს მეც აი მე როგორი ცხელია თქვენ არ იცით უბრალოდ როგორი ცხელი წყალია და აი ესე თვალებზე წავისვავ. ცხელი წყალი, აი იცით როგორ ცხელი წყალი არის, ცხელი და ის ყოფილა თვალებისთვის ძალიან კარგი. ზოგადად ყველაფრისთვის ცხელი, აი ბუნებრივად ცხელი წყალი, მაგრამ ან ყველა დანიშნულება არის სხვადასხვა. ეს არის მაგალითად თვალის წყალი, რაღაც არის მაგალითად კუჭრაყავის სამშობლო ფერნაირი წყლებია. ასევე ძალიან დიდი პროფესია რემონტიზმები ძალიან კარგად იმკურნება. რომ დაახლოებით 10 დღე უნდა ინტერვალი იმისა, რომ იმუშაო და გაგებო, ისე რომ შევთავს ჩამქრალობის სრული პირობა მისცე. აქ გამჩნევ თვითონ როგორ ამოდის იმდენად ცხელია წყალი, რომ აი ემჩნევა ალბათ კადრშიც რომ იგი როგორც ხედავთ ინგლისურად და თურქულ ენაზე არის ყველაფერი დაწერილი და რა წერია ბატონო ადე მაგ ეს წყლები რადიციანი წყლები 4000 წლის წინ ისეთი რომ აქა მისათვინაი ხო, არაფერი არ იყო, უბრალოდ ბუნებრივი ცხელი წყალი ამოდიოდა. მე 2000 წლის მერე აქ მუშაობს. დაიწყო მუშაობა. ეს 2000 წლის წინ მერე წლიდან დაწყობილი ხალხის და ადამიანების ნაკადის რაოდენობა მორჩენისთვის მუშაობს. კი ბატონო, კურნალობს ყველა ადამიანს, ვინც მოდის, დაახლოებით რომ ვიკითხეთ 1600 წლის წინ გაკეთებულა ეს ბინა შენობები და ხო საცხოვრებელი, ხო, რომ ან დარჩეს ადამიანი და დაახლოებით 10 დღე მაინც არის საჭირო, რომ იმკურნალოს ადამიანმა და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
მერე კიდო რესტორაციანები გუკეთებიან. ანუ კვების ობიექტებიც გაუკეთებიათ, რომელიც ოსმანეთის დროს. ოსმანეთის ჯერ კიდევ ოსმანეთის დროს. ოსმანეთის დროს. ანუ ძალიან დიდი ხნის წინ. მოკლედ ძალიან ბევრი საინფორმაციო აი ესეთი დაფა არსებობს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ისტორიას. არის ორენოვანი, არის თურქულად და რა თქმა უნდა ინგლისურად. იცი რა, არაბული წარწერები მხვდება, მაგრამ რატომღაც აქ არ შევიმჩნევია არანაირად და იქ ნახეთ მინიშნებაა გაკეთებული რა და რა წყალი რომელ ადგილას არის და ნახეთ ხისგან რა კრეატიული რაღაცაა გაკეთებული, აქაც ორიგინალურობაა გამოჩენილი. ნახეთ როგორი ლამაზია. ხეში წყალი ალბათ ონკანად რომ მოუშვებთ, ჩვეულებრივად მოდის წყალი და ნახეთ ხე რა ორიგინალურად არის გაკეთებული და როგორ აქაც ცხელი წყალი მოვა ხო ალბათ. აქაც ცივი წყალი, ანუ ესეც ასე ალბათ დასავლევი ცივი წყალი. რა ორიგინალურად არის გაკეთებული და ხის ეს დასავლევი წყალი, აი ხის ეს ნაკეთობა მერე გაფორმებულია ქვით, თითქოს ესეც ხე არის და ძალიან ლამაზია. ნახეთ, ყველაფერი არის ორიგინალური, ძალიან მომწონს.